ახლა მოკლე ვიდეოებს შეგიწერთ ხოლმე დიდი ვიდეოებისთვის თქვენ არ გცალიათ და მოკლედ გეტყვით ხოლმე და მოკლედ გამხელთ თქვენ სიმძღნელეში. ქართულ მიწას, რაც შეეხება ქართულ მიწას, გერმანელები, ამერიკელები, უცხოელები იცავენ და ქართველი მიწიდან გარბიან, ყიდიან. და უფრო მეცაც გეტყვით, დაცული მიწები, სადაც ადრე ჩვენი წინაპრებისგან სისხლი და ოფლი არის დაღვრილი, სწორედ საპატრიარქოს შნირების მიერ იყიდება. ჰექტორობით მიწები აქვთ გასხვისებული უცხო ქვეყნის ტომელებზე. ამას ვინ აკეთებს თუ არა ისევ ქართველი. როდესაც ჩემი გერმანელი მეუღლე ამ საკითხში ჩართულია და იბრძვის, რომ ქართული მიწა საქართველოსთვის იყოს და დარჩეს ხელუხლებელი და შეურყვნელი, ქართველი რას აკეთებს იცით? სწორედ აი ასეთ ადამიანებს ებრძვის, რომ იმ მიწიდან, სადაც ადრე ქართველი მეცხვარე იდგა იმ მიწაზე, გააგდოს და ორმაგ ფასში არაბზე გააქირაოს. არა მხოლოდ არაბზე, ინდოელზე და კიდე სხვაზე. ეს ინდოელი მოვა, დათესავს, დარგავს და მოიმკის, მოწამლავს შენს მიწას, ფულს თვითონ ჩაიჯიბავს, პარლამენტარების ჯიბეებში ჩაჯიბავს და ქართველი კი ზის და აქ კომენტარებით რაღაცას ბლატაობს. Თუ თქვენ ქართველობას რა უთხარი მე, როცა მხოლოდ ენას ატლიკინებთ და ტრაკი ვერ აგიღიათ, რომ გამოხვიდეთ გარეთ და შეიკრათ ერთხმად.